მოვლენების ეპიცენტრი ევროპის მოედანი ზუსტად 7 საათზე იქნება, სწორედ ამ დროს მოიყრის თავს აი ამ მოედანზე, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ყველა ის მარში, რომელიც 5 საათიდან სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრება. დღეს ევროპის დღეა, მშვიდობის, ერთიანობის, თავისუფლების, სუვერენიტეტის პატივისცემის დღე, რომელსაც ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები აღნიშნავენ როგორც ევროკავშირის სადაფუძებლო დღედ. სწორედ ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი პირველ გაერთიანებას იმ პრინციპების გარშემო, რომელზეც შემდეგ დაფუძდა სწორედ ევროკავშირი. ომის წინააღმდეგ გაერთიანების დღეა დღეს, უსაფრთხოების გარშემო გაერთიანების დღეა, ამას ირჩევს სწორედ ქართველი ხალხი და ამ სათქმელით გამოვა დღეს ევროპის მოედანზე ზუსტად 7 საათზე. ევროპისთვის, თავისუფლებისთვის გამოდიან ადამიანები დღეს ქუჩაში. უფრო კონკრეტულად, საიდან დაიწყება მსვლელობები, ამას შუშანა მაცაბერიძე მოუყვება ახლა ჩვენს მაყურებელს. შუშანა, მოგვიყევით და უთხარით ჩვენს მსმენელებს, საიდან შეუძლიათ შეუერთდნენ მსვლელობას დღეს. დღეს ჩვენი მომავლის დღეა, მომავლის, რომლისთვისაც ქართველებს, ქართულ ხალხს ბრძოლა არ შეუწყვეტავს არასდროს და არც ახავწყვეთ, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე და მე მინდა მივმართო თუ ამ ეთერს უყურებენ ჩვენი ბიჭები და მათ ვუთხრა, რომ თქვენ ხართ ჩვენი ძალა, პირველ რიგში თქვენ გეძღვნებათ ეს დღე და პირველ რიგში სახალხო შეკრება გეძღვნებათ თქვენ. ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა თქვენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ რუსულ რეჟიმმა, რომელმაც ამ ჩვენი მომავლისთვის ბრძოლის გამო დაატყვევა ადამიანები და გამოკეტა ციხეში იმის მიზნით, რომ შეეშინებინა ვინმე, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია და ამას დღეს კიდევ ერთხელ ნათლად კაფიოთ დავანახებთ რუსულ რეჟიმს ერთად დგომით, ერთად შეკრებით და გავაგონებთ მთელ მსოფლიოს ჩვენ ხმას და თუ კითხვა იქნება როდემდე, პასუხი არის ერთი სიტყვით მარტივად ბოლომდე, სანამ არ გავიმარჯვებთ, სანამ არ მივაღწევთ იმ მიზანს, რომლისთვისაც ქართველი ხალხს არ შეუწყვეტია ბრძოლა არასდროს. დღეს ჩვენ ვიკრიბებით 5 ლოკაციაზე, 5 საათზე. ეს არის საზმაო, ეს არის პარლამენტთან, საიდანაც სტუდენტები დაიძრებიან, ეს არის რესპუბლიკის მოედანი, ეს არის მარჯანიშვილის მეტრო, ეს არისავლაბრის მეტრო. ჩვენ კოალიცია ცვლილობისთვის, რა თქმა უნდა, უერთდებით ამ სახალხო შეკრებას დაავლაბრის მეტროდან დავიძრებით 5 საათზე. ძალიან დიდი მადლობა შუშანა, მაშასე არჩევანი არის მრავალფეროვანი. ფაქტობრივად თბილისის 5 სხვადასხვა წერტილიდან ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ შეუერთდეთ სწორედ დღევანდელ დღეს დაანონსებულ საპროტესტო მსვლელობებს. ოთო ფარულავა არის ახლა ჩვენთან ერთად. ოთო, გითხარით, რა სათქმელით გამოდიხართ დღეს ქუჩაში? დღეს ევროპის დღეა, დღე რომელიც მკაფიოდ გვახსენებს, რომ ჩვენი ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი. 163 დღეა უწყვეტი პროტესტია ქვეყანაში და ამ 163 დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ხელისუფლება როგორ იქცევა. ამ 163 დღის განმავლობაში ხელისუფლებამ უკანონო ტყვეობაში გამოკეტა ადამიანები, რომლებიც იდგნენ სიმართლის მხარეს. დღევანდელი დღის მთავარი გზავნილები იქნება, რომ ჩვენ გავართ ერთად, ქართველი ხალხი დგას ერთად, ვართ ბევრი და ვიცავთ ჩვენს ევროპულ მომავალს. კოალიცია ძლიერი საქართველო ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე 5 საათზე და მსვლელობით შემოუერთებით ევროპის მოედანზე ჩვენს თანამებრძოლებს. ძალიან დიდი მადლობა. 75 წლის თავზე საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ მომავალს უკარგავს, ართმევს და ამის გასაპროტესტებლად დღესაც ბევრი ადამიანი დადგება ევროპის მოედანზე. ლუკა შავაძე იმყოფება ჩვენთან ერთად, ლუკა შველიძე უკაცრავად. ლუკა, გითხარით, ახალგაზრდების ორგანიზებული იყო ეს მსვლელობა, შეიძლება ასე ითქვას, მარშები, რომელიც დაანონსდა, რას ვეუბნებით, რა გზავნილია დღეს თქვენი ევროპის მოედანზე გამოსვლა ახალგაზრდების ჩვენი პარტნიორებისთვის. დიახ, როგორც ხედავთ, რამოდენიმე ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციები შეიკრიბნენ. როგორც ხედავთ, ასევე ამ მთავრობას ყველაზე მეტად ახალგაზრდების ეშინია და ეს ახალგაზრდებია, რომლებიც ამ მარშებს წინ უძღვებიან და რომლებიც ყველაზე დიდ და ბევრ აგურსდებენ ამ მთავრობის ჩამოშლისთვის და ამ ქვეყნის დაშენებისთვის. სამწუხაროა, რომ ჩვენ სრული შემადგენლობით არ ვიქნებით ამ მარშზე წარმოდგენილები, რადგან ჩვენი თანამებრძოლები ახლა ციხეში არიან და პოლიტიკური პატიმრები არიან, მაგრამ გვაქვს იმედი და გვაქვს ჩვენი ბრძოლის იმედი, გვაქვს მათი იმედი, რომ ისინი ციხეში არ გატყდებიან და ჩვენ მათთვის ვიბრძოლებთ და საბოლოოდ ყველანი შევიკრიბებით ევროპის მოედანზე, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპაში და არა რუსეთში, როგორც ქართული ოცნება გვეუბნება. ძალიან დიდი მადლობა. საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არის ევროპა, ჩვენი მომავალი არის ევროპაში ამ სათქმელით. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ევროპის მოედანზე. მე მინდა გაჩვენოთ, რომ აქ თქვენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს ხედავთ და მიკროავტობუსებს, რადგან აქ უნდა მოიწყოს ახლა სცენა და
სულ რამდენიმე წუთის წინ მოგცეს ნებართვა, ხო ბატონო ტატო, ამის შესახებ მოვუყვეთ მაყურებელს, იმიტომ რომ დაახლოებით საათზე მეტია ელოდებოდით, რომ ნებართვა მოეცათ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, როდესაც მედიის წარმომადგენლები ჩნდებით ადგილზე, ამის შემდეგ აძლევენ ნებართვას სწორედ ადამიანებს, ორგანიზატორებს, რომ რკინის კონსტრუქციები გადმოიტანონ, სწორედ აი ამ პერიმეტრზე, სადაც დღეს სცენა მოეწყობა. რას გვეტყვით დღევანდელ დღეზე? თავარი მესიჯები რა იქნება დღეს? პირველ რიგში მულოცა სულიად საქართველოს დღევანდელ დღეს, ევროპის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ერთობის ჩვენება, იმიტომ რომ მთელი პროტესტის ძირითადი მუხტი თქვენ იცით რომ მას მერე დაიწყო რაც ამ რეჟიმმა უარი თქვა ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროპულ მომავალზე უარი გითხრა, შესაბამისად აუცილებელია დღეს ვაჩვენოთ რომ ჩვენ ევროპული კურსის მიმართ ერთგული ვართ. ძალიან ბევრი ღონისძიებაა დღეს დაგეგმილი, არის 6 მსვლელობა, აქ იქნება ღონისძიებები, მსვლელობებია კიდევ ერთხელ ვიტყვი პარლამენტიდან, რესპუბლიკის მოედნიდან,ავლაბრიდან, საზოგადოებრივ მაუწყებლიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან და ბოლოს 7 საათზე აქ იქნება დიდი შეკრება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველანი ძალიან ბევრი ვიყო და კიდევ ერთხელ გავაგონოთ საკუთარ ხალხსაც ერთმანეთსაც და მთელ დასავლურ სამყაროს რომ ჩვენ ევროპული კურსის მიმართ ვართ ერთგულები. მადლობა. საქართველო არის ევროპა, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე იქამდე, ვიდრე საქართველო ევროპის სრულუფლებიანი წევრი არ გახდება. ეს არის ქართველი ხალხის სათქმელი, მთავარი გზავნილი შეიძლება ითქვა სწორედ ევროპის დღეს საქართველოდან. ეს ადგილი მოვლენების ეპიცენტრი 7 საათიდან იქნება, თუმცა დღეს საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა ქუჩაზე, ეს იქნება თბილისის თუ რეგიონების, თქვენ ბევრ საქართველოს დროშას ნახავთ ევროკავშირის დროშებს და ბევრ იმ გახარებულ ადამიანს, ვისაც უნდა რომ ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, არჩევანი და ეს არჩევანი არის ყველასი ევროპა, ყველა სურს სწორედ ევროპული განათლება, ჯანდაცვა, სამართალი, რომ უკანონო პატიმრები არ ყავდეს ჩვენს ქვეყანას. რას ამბობენ ადამიანები, ვინც უერთდებიან დღევანდელ საპროტესტო გამოსვლას, დღევანდელ ზეიმს, დღეს ევროპის დღეა, ამას ახლა ჩვენი მაყურებელი მოისმენს. პირველ რიგში ფასეულობები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ასევე აქვს ევროპას და არა პირიქით მგონია, იმიტომ რომ უბრალოდ ჩვენი ფასეულობები ემთხვევა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ კიდევ ერთხელ დავინახოთ ერთმანეთი იმ ადამიანებმა, ვისთვისაც ასე ვთქვათ, ევროპა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განვითარდეთ, იმისთვის, რომ გქონდეს ღირსეული განათლება, ჯანდაცვა, თავისუფლებები, ჩვენი უფლებები, რომლებიც დაცულია ევროპაში და ჩვენ ძალიან დიდი ხანია საუკუნეები ამ გზას ვადგავართ და დარწმუნებული ვარ რომ ეს დღე 9 მაისი კიდევ ერთხელ იქნება დასტური იმისა რომ ჩვენ იმ მხარეს ვდგავართ სადაც ქართველი ხალხი და ცივილიზაცია. ცივილურმა სამყარომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ დავნებდით, არ გავჩერდით, არ დავიღალეთ და კვლავ ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ იმსახურებენ უფრო მეც და ეს ქვეყანა არ იმსახურებს უსამართლო გარემოს, აუცილებლად გამოვლენ გარეთ. მე პირადად ზუსტად ვიცი, რომ გარეთ ვიქნები და საღამოს 7 საათზე შევხვდები ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის ზუსტად შემსავით. ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია ჩვენი პოზიცია და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ისტორიული პოზიცია, რომ ჩვენ გვინდა დასავლეთი და მე პირადად მაქვს ერთადერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც მინდა ევროპა და რის გამოც ყველგან წავალ, სადაც ევროპული ხმა ისმის, არის ის, რომ მე ვარ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ის, რომ არ არის დღეს აღიარებული და არ არის დღეს სახელმწიფო, ეს არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების დასავლეთის დამსახურება და ამაზე მეტი მიზეზი არ მჭირდება, სხვა მიზეზები რო არ ჩამოვთვალო, ვინმეს პოლიტიკური მიკერძოება რო არ იფიქროს ან ასე შემდეგ, მარტო ამაზე დაფიქრდეს და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება მოვა თუ არა. ჩვენ ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია, ამ მთავარი გზავნილის გარშემო ამ ქვეყნის პროევროპული საზოგადოება გაერთიანდება დღეს სწორედ ევროპის მოედანზე. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ. ზუსტად 7 საათიდან იქნება დიდი შეკრების ადგილი ევროპის მოედანი. ამ ადგილას მოვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება ბუნებრივია იმ დიდ ზეიმს, რომელიც დღეს აქ იქნება და თქვენ უკვე შეგიძლიათ ნახოთ, რომ აქ დაიწყეს სამზადისი, სცენის მოსაწყობად ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ძალიან ბევრ სურპრიზს პირდებიან ადამიანებს, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოვლენ და ერთად გადაწყვეტენ, რომ იზეიმონ სწორედ ევროპის დღე.